თუ ჩვენი კანონმდებლობა 16 წლის ასაკში საშუალებას აძლევს და უფლებას აძლევს ახალგაზრდას კონდეს სქესობრივი ცხოვრება, მას ხომ უნდა კონდეს ეს ინფორმაცია. ეს არის ჩვეულებრივი შეფასების გარეშე ერთ-ერთი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მხარე. სქესობრივი გადამდებთ დაავადებებზე ახალგაზრდებს სახელებიდან გამომდინარე, უბრალოდ აინტერესებთ კონკრეტულად რა გამოვლინებები აქვს და ასე შემდეგ. მთლიანობაში მე ეს შექმნის აი სწორ წარმოდგენას, რომელიც ადამიანებს უიოლებს ცხოვრებას. სქესობრივი თემები აქტუალური ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ხდება. ბავშვებს ხშირ შემთხვევაში ანატომიასთან დაკავშირებული შეკითხვები უჩნდებათ. განსაკუთრებულად აქტუალური ეს თემები გარდამავალ 11-12 წლის ასაკში ხდება. შესაბამისი დისციპლინების ფარგლებში, როგორც არის ბიოლოგია პირველ რიგში, ალბათ საკმაოდ კაფიოდ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე უნდა ხდებოდეს ამაზე ინფორმაციის მიწოდება ანატომიურ-ფიზიოლოგიურ მომენტებზე, ანუ ის რაც არის რეალურად ბიოლოგიური თავისებურებები, ასევე მის ემოციურ მხარეებზე. ამ ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არის ან ინტერნეტი, ან მეგობრებთან საუბარი, იმიტომ რომ სკოლაში ბიოლოგიაში კი ისწავლება რაღაც, თუმცა ეს არის ძალიან მცირე ინფორმაცია. ვარ მე-10 კლასში, როდესაც იყო განმარტებული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებზე, მე მახსოვს ბავშვების რეაქცია, ზოგი ვერც უყურებდა ამ ბიოლოგიურ ნახატებს, ზოგი აპროტესტებდა, იძახდა რომ მე არ მოვყვები ან არ ვისწავლი ამ გაკვეთილს. რატომღაც ერიდებოდა ამ თემაზე საუბარი, რაც პირადად მე არ მესმის, სამწუხაროდ მიწევდა რომ ეს ყველაფერი გამეგო მეგობრებისგან, გამეგო ინტერნეტში, რაც ჩემი აზრით არ არის სანდო. ძირითადი პრობლემა თუ რატომ ვერ ღებულობს ახალგაზრდები ჯეროვან ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ და რატომ არის მათი სქესობრივი განათლების დონე ასე სავალალოდ დაბალი. ის არის რომ პირველ ინფორმაციას ახალგაზრდა ღებულობს ქუჩიდან ფაქტიურად, ნაცნობებიდან, ამხანაგებიდან. სკოლასთან ერთად მნიშვნელოვანია ოჯახის როლიც. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის და გაეროს ერთობლივი პროგრამის მონაცემებით, საქართველოში მშობლების 83% 18 წლამდე შვილებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ არ ესაუბრება. ოქროს წესი არის ის, რომ კარგად გაიაზრონ მასწავლებელმაც და მშობელმაც, რომ ეს არის სფერო, რომელიც ბავშვს უნდა მივაწოდოთ შეფასების გარეშე, მორალისტური მომენტების გარეშე. ისე როგორც ჩვეულებრივად ნებისმიერი რეალობის სხვადასხვა მომენტი. საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ არის პირველი წიგნი, რომელიც სქესობრივი განათლების სფეროში მოზარდებისთვის დაიწერა. წიგნი 1998 წელს თამარ ლებანიძის ავტორობით გამოიცა და მოიცავდა ინფორმაციას გარდატეხის ასაკის, ჰიგიენის, უსაფრთხო სექსისა და ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ. საზოგადოდ ჩვენაირ ქვეყნებში ალბათ ძნელია ამ თემებზე ღიად ლაპარაკი და უმრავლესობის აზრით თუ კი ესეთი არსებობს, ჩემი აზრით ნაკლებად უნდა იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს უმცირესობა, ყოველთვის თუნდაც ერთი ადამიანი რომ არსებობდეს, რომელსაც ჭირდება მსგავსი რამ, მაშინ უნდა გაკეთდეს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ერთ-ერთია იმ თემებს შორის, რომლებიც ანაკლის ბანაკში განიხილება. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი მუშაობით მსგავსი ტიპის ბანაკები 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ბანაკში სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის ხდება ისეთი ტიპის ინფორმაციის მიწოდება, როგორც არის სქესობრივი მომწიფება, შიდსი, გენდერი და სტერეოტიპები. ახალგაზრდები ძალიან აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესში და ჩვენი სესიის დასრულების შემდეგ უამრავ კითხვას უსმავენ კონკრეტულად ტრენერებს, ვინაიდან შეიძლება ისეთ საკითხები ქონდეთ, რაც ვერ გააჟღერებენ ზოგადად. სქესობრივი განათლება ეს არის ყველაზე იაფი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ ვაწარმოოთ სექსუალური დისფუნქციების პროფილაქტიკა, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებასთან, შობადობის წახალისებასთან საქართველოში.